ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერი, ვის ფულს თავაზობდა ტელეკომპანია რუსთავიორის გენერალური დირექტორი, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და რაც გულისხმობდა ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანისთვის შეთავაზებულ ფინანსურ გარანტიაში. რა ინფორმაციის მიღება სურდა გვარამიას ახვლედიანისგან და აბარებდა თუ არა ახვლედიანი გვარამიას ანგარიშს. ნახეთ მარიამ სეთურიძის რეპორტაჟში. ქართული ოცნების ნაცემი ახალგაზრდა აქტივისტი და ნაციონალური მოძრაობის პასუხი 19 წლის რიკა დემეტრაძის საავადმყოფოში ყოფნის პარალელურად თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ადეკვატური პასუხი მიიღეს. რა მოხდა სოფელ დიდინეთში, რამ გამოიწვია დაპირისპირება და ვინ აგებს პასუხს. ინციდენტის დეტალებითა და შეფასებებით ნიკა მუყბანიანი. საღამომშვიდობისა ეს 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98.1-ზე და 1-ზე მე მაკაცინცაძე ვარ და 20:30-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. რა დოკუმენტებს ფლობს შალვა რამიშვილი GFK-ის კვლევასთან დაკავშირებით და რა ინფორმაცია შეიცავს მეხსიერების ბარათი, რომელიც ნოტარიუსთან დალუქული ინახება. ვის ინტერესში შედის და რა შედეგზეა გათვლილი კვლევის მონაცემების გაყალბება, რა სამართლებრივ გზებს მიმართავს რამიშვილი და რას პასუხობს ის ნიკა გვარამიასა და ელისო კილაძის ბრალდებებს 20:30-ის შეკითხვებს შალვა რამიშვილი უპასუხებს. ასევე ვისგან შეიტყო ბესო კალაძემ GFK-ის კვლევების გაყალბების შესახებ და ვინ გადასცა მას დოკუმენტები დესტაბილიზაციის რა გეგმაზე საუბრობს თავისუფალი ზონის ყოფილი წევრი, რა დავალებებს აძლევს ნაციონალური მოძრაობა ორგანიზაციის წევრებს და რას გეგმავს არჩევნების შემდეგ ბესო კალაძე დღეს 20:30-ში. იქცა თუ არა სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტად და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კვლევებით მანიპულაციის წინააღმდეგ, როგორ აფასებს მართველი პარტია წინა საარჩევნო პროცესში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია და მოვლენათა როგორ განვითარებას ელის ქართული ოცნება. ირაკლი კობახიძე სტუმრად 20:30-ში, მანამდე კი დღის სხვა თემები. 12.5% თუ 26%, რომელია კომპანია GFK სოციოლოგიური კვლევის რეალური შედეგი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო. შეკითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსთავი ორის მიერ გავრცელებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული მონაცემები შალვა რამიშვილმა და თავისუფალი ზონის ყოფილმა წევრმა გაასაჯაროეს. რამიშვილის ინფორმაციით ბესო კალაძემ GFK-ის ორი განსხვავებული მონაცემის შესახებ ორი განსხვავებული დოკუმენტი ჯერ კიდევ გასულ კვირას მოიპოვა და ნოტარიუსთან შეინახა. კალაძის ინფორმაციით მათგან ერთი დოკუმენტი რეალურია, მეორე კი გაყალბებული. მისივე მტკიცებით სწორედ ეს გაყალბებული მონაცემები გააცნო რუსთავიორმა საზოგადოებას. რა პასუხი აქვს ბრალდებაზე რუსთავიორის გენერალურ დირექტორს და როგორ აფასებენ კვლევის შედეგების ორ განსხვავებულ დოკუმენტს პოლიტიკურ სექტორში. დეტალებით უკვე თამარ ციკლაურის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. პირველ ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26%-ით. ეს არის წინასაარჩევნო კვლევა, რომელიც ტელეკომპანია რუსთავიორმა 1 ოქტომბერს საზოგადოებას გააცნო. GFK-ის კვლევის მიხედვით 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია ლახავს. სხვა პარტიების შედეგები კი 4%-ზე ქვევითაა. აქედან ერთ-ერთი არის ის, რაც გავიდა რუსთავიორის ეთერში და ეს კონვერტი დაბეჭდილია ეთერში გასვლამდე 4 დღით ადრე და მეორე არის სხვა მონაცემები. რუსთავიორის მიერ კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღეში თავისუფალი ზონის ყოფილი წევრი ბესო კალაძე და ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებენ, რომ შესაძლოა კვლევის შედეგი გაყალბებული იყოს, რადგან ორი სხვადასხვა მონაცემი არსებობს. არის მეორე მონაცემი, სადაც უკვე ნაციონალურ მოძრაობას აქვს 12.5%. ეს არის უკვე ნამდვილი თავისუფალი ზონის ყოფილი წევრის ბესო კალაძის ინფორმაციით ორი დოკუმენტი და მეხსიერების ბარათი მას ჯერ კიდევ გასულ 4 შაბათს 28 სექტემბერს ტელეკომპანიის მიერ კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე 5 დღით ადრე ნაციონალური მოძრაობის მოქმედმა წევრმა მიაწოდა. კალაძემ რამიშვილის რჩევით მოპოვებული ინფორმაცია 28 სექტემბერს ნოტარიუსთან მიიტანა და შეინახა. იმისათვის რომ გასაჯაროვებულიყო მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია კვლევის შედეგებს გამოაცხადებდა. რამიშვილისა და ბესო კალაძის ინფორმაციით მათგან ერთ დოკუმენტში მოცემულია კვლევის რეალური შედეგი, სადაც ნაციონალურ მოძრაობას 12%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეთერში გასული მონაცემების მიხედვით კი ისინი ქართულ ოცნებას თითქმის 1%-იანი სხვაობით უსწრებენ და 26%-იანი მხარდაჭერა აქვთ. შეიქმნას რაღაც კომპეტენტური პირების კომისია,
რომელიც გახსნის როგორც იმედის ჩატარებულ კვლევას, ისე რუსთავი 2-ის ჩატარებულ კვლევას და ბოლო-ბოლო გავიგებთ ეხა ეს სწორია თუ არა. მე მაქვს ძალიან ლეგიტიმური ეჭვი, რომ კვლევა გაყალბებულია. უნდათ რომ მოხდეს ესეთი ფაქტი, რომ ვიდრე არჩევნებში დაწმოძრაობა იმარჯვებს, ვიდრე დაწმოძრაობას უფრო მეტი პროცენტი აქვს, მე ხალხის ემოციურ ფონზე მოხდეს ქუჩაში გამოყვანა, პროვოცირება, პროვოკაციები და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლა. შალვა რამიშულმა მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა, რათა შეისწავლონ კვლევის შედეგები და იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს მონაცემების გაყალბებას, შესაბამისი ზომები მიიღონ. ჩემი აზრით ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, რომელმაც შეუძლია დაალაგოს ეს თემა და გაარკვიოს თქვენ მართალი არის ეს კომისია. ფაქტია, რომ რაღაც საეჭო ხდება რუსთავი 2-ის ეგზიტ-პოლების თავს. კომისია კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ბატონი შალვა რამიშვილის განცხადებას და მოგვიანებით გაატარებს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის ზომებს. სანამ კომისია შეიკრიბება და შალვა რამიშვილის განცხადების საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე რამიშვილსა და თავისუფალი ზონის ყოფილ წევრს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პასუხობს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას საველე სამუშაოების შესახებ და კვლევის შედეგებს გამოქვეყნებამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე იგებს. რაც შეეხება კითხვებს საველე სამუშაოებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს ის GFK-სთან ამისამართებს. მე საერთოდ არ მესმის რატო არის ესეთი გადაჭარბებული შეფასება ამ ეგზიტ-პოლების მნიშვნელობის, წარმოუდგენელია ჩემთვის ის ისტერიკა ამ ეგზიტ-პოლებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებას აქვს, ეს არის ეგზიტ-პოლები და მეტი არაფერი. ჩვენ ვატარებთ ეგზიტ-პოლებს კეთილსინდისიერად, ვაქვეყნებთ იმას, რასაც გვაძლევს მსოფლიოში ცნობილი GFK. კვლევის ორ განსხვავებულ შედეგსა და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში 12%-იან სხვაობაზე თავად პარტიაში არ საუბრობენ. მათ დღეს გაკეთებულ განცხადებებსა და გასაჯაროებულ დოკუმენტებს კლოუნად დაუწოდეს. ესეთ კლოუნადაზე სერიოზულ კომენტარს ვერც გავაკეთებ. 8 ოქტომბერს არის არჩევნები და ამ არჩევნებზე ქართული ხალხი იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც შექმნილია ქვეყანაში. გააკეთებს არჩევნებს და ეს გაუგებრობა დამთავრდება რბილად რო ვთქვა, გაუგებრობა მშვიდობიანი არჩევნების გზით. ამ კლოუნადაზე მე პასუხისგაცემა ნამდვილად გამიჭირდება და სერიოზულად არ აღვიქვავ მე. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით GFK-ის კვლევის შეფასებისას კრიტიკულები არიან სხვა პოლიტიკური პარტიები და შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი გაყალბებული მონაცემების გავრცელების მიზანი ქვეყანაში დაძაბული ვითარების შექმნა. ირმა ინაშვილი კი ასეთ შედეგს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებად აფასებს. ეს არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ნაციონალური მოძრაობის ხელოვნურად გადარჩენას და გაცოცხლებას და მის წამოწევას მეორე ადგილზე. ეს იყო სააკაშვილის მიერ დაწერილი ნაციონალური მოძრაობის ოცნება. ისევე როგორც კვლევები, რომელსაც აქვეყნებს იმედთან ერთად ქართული ოცნება, ის არის ივანიშვილის ოცნება. თუ კი ეს გამოძიებით დადასტურდა ავთენტურობა პირველი მასალის და მისი მნიშვნელოვანი განსხვავება იმისგან, რაც მერე შეცვალეს და გააყალბეს, ეს არ არის მარტო წვრილმანი აფერისტობა, ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოში დაძაბულობის შექმნის რეალურ მცდელობასთან. კვლევის განსხვავებული შედეგების შესახებ ყოფილმა პრემიერმაც ისაუბრა. გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მსგავსი კვლევების გამოქვეყნებით ნაციონალური მოძრაობა საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენს. მაგათი კვლევებს რა დაეჯერება და საერთოდ რა დაეჯერება მაგათ კვლევებს. ახლა წარმოიდგინეთ ეგზიტ-პოლებს, რომ რუსთავი 2 ჩაატარებს. ძალიან სუდღიში არიან და ეს მხოლოდ საკუთარი თავის მარგინალიზაცია მიანიშნავს იმაში, რომ აგონიაში არიან, მათ არ აქვთ რესურსი. მათ არ აქვთ რესურსი, მათ გააცნობიერეს, რომ არ გამოვიდა, რომ საზოგადოება ესეთ სულელი არ არის, როგორც მათ ეგონათ და აი ეს ხა დარჩათ და თვითონვე საკუთარ თავს უკვე აჩვენებენ მაქსიმალურად. სოციოლოგიური კვლევის ორი შედეგისა და ორი დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ 2030-მა კომპანია GFK-ის მიმართა, რათა განმარტონ, როგორ მოხდა, რომ კვლევის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგი არსებობს. კომპანიას ჩვენ შეკითხვებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ინტერვიუზე უარი განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლე ანა თარხნიშვილმა, რომელიც იმ კომპანიის ხელმძღვანელია, ვინც GFK-ის ინფორმაციით მათ საველე სამუშაოებს ატარებს. პარალელურად ტელეკომპანია იმედი ავრცელებს განცხადებას და რუსთავი 2-ს მოუწოდებს გაასაჯაროოს კვლევის საველე მონაცემები. თავად იმედის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან მათ მიერ დაკვეთილი კვლევის შესახებ ეს ინფორმაცია საჯარო გახადონ.
შემაჯამებელი გადაცემა და ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ამჯერად ბაზალეთიდან საზოგადოება მოქალაქის პროგნოზი არჩევნებსა და მეორე ტურთან დაკავშირებით აქვს თუ არა თავისუფალ დემოკრატებს მეორე ადგილზე გასვლის შანსი და რა პერსპექტივა აქვს მომავალ პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას. ანა ბროლაძე ჩაგვერთობა ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილებით. ანა, მოგესალმები და გისმენთ. საღამო მშვიდობისა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გასული მისი ნათქვამის ინტერპრეტაციაზე გააკეთა განცხადება და ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა კომენტარებს გამოეხმაურა. 29 სექტემბრის გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან გორში საზოგადოება მოქალაქის დამფუძნებელმა ისაუბრა მოსახლეობის განწყობაზე და აღნიშნა, რომ ამ მრჩეველთა 30%-ს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ისინი ფიქრობენ და მათ არჩევანი არ გაუკეთებიათ. 150-200,000 ადამიანი კი დაახლოებით მსხვერპლია აგიტაციის და ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს. რუსთავი 2-ის ეთერით და ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან კი ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა უბრუნდება რეალობას და აღიარებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას 30%-იანი მხარდაჭერა აქვს. აქ აღარ უნდა მას დიდი ანალიზი, ხო? შეუძლიათ აიღონ ჩემი ნათქვამი, ძალიან მარტივია, იქ არავითარი გადაცნობა არ არის თული წინადადება. შეუძლიათ ნახონ რუსთავი 2 ამას როგორ ამახინჯებს, 30% როგორ შემოაქვს და რაც მთავარია, მათი გაქცეული ლიდერიდან დაწყებული და აქაური ლიდერების საკუთარი შტაბიდან სასწრაფოდ ახმოვანებენ, რომ ივანიშვილის კი აღიარებს 30%-ს და მისვავდნენ კითხვებს 3 დღის განმავლობაში, რა უნდა თამას რატო ამბობენ? რაში ჭირდებათ? ხო ნაცებს ტყუილი რაში ჭირდებათ მეთქი ეგრა კითხვა და აი თურმე რაში ჭირდებოდა თქო ნახეთ აი ამის გამართლება უნდათ 26% რომელიც მოიწყვეს და იწრუეს მარტივი სიცრუით ესეთ პრიმიტიული სიცრუით უნდათ რთული სიცრუის გამართლება მაგრამ ეხლა ესეც ნახონ მაგათი პლებს რა დაეჯერება და საერთოდ წარმოიდგინეთ ეგზეთ პლებს რო რუსთავი 2 ჩაატარებს აგონიაში არიან მათ არ აქვთ რესურსი მათ არ აქვთ რესურსი, მათ გააცნობიერეს, რომ არ გამოვიდა, რომ საზოგადოება ესეთი სულელი არ არის, როგორც მათ ეგონათ, როდესაც აღარ გაქვს თამაში, უნდა გაჩერდე, გაჩერება მათ არ შეუძლიათ და ეს მივიღეთ, რაც მივიღეთ. ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მხარდაჭერა განულებულია, მათ აღარ აქვთ ის რესურსი, რომელიც მანამდე არჩევნების ჩასატარებლად სჭირდებოდათ. ამიტომ რუსთავი 2-ის ეთერში გასული რეიტინგები თუ ჩანაწერები შინაარსი რევოლუციაზე არის პარტიის წევრთა მხრიდან მხარდამჭერების გამხნევებაზე მიმართული. ასეთია ბიძინა ივანიშვილის ანალიზი. ყოფილი პრემიერის პროგნოზით არჩევნები ჩაივლის მშვიდად, ყოფილი ხელისუფლება პარლამენტში მაქსიმუმ 10 კაცით იქნება წარმოდგენილი და საზოგადოება მათ მიურჩენს საკუთარ ადგილს. შეუძლიათ აიღონ ჩემი ნათქვამი, ძალიან გალბატონი ჩამოვიდა დღეს და რაღაც ღაპრებს ყვება, რომ თვალებში ჩახედა და თუთვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს და ეხლა ჩვენ აგვირჩიეთ. გამოვიდეს და გააკეთოს განმარტებები, რაზე იტყვიან უარს, რომ აღარ დახოცავენ ახალგაზრდებს, აღარ გააუპატიურებენ, აღარ შეუვარდებიან ოჯახებში, აღარ დააწერინებენ ღამეჩუქების ნოტარულად გაფორმებულ ქაღალდებს. აღარ ჩაერევიან სხვის პირად ცხოვრებაში, აღარ გადაიღებენ ამდე კადრებს. 100 მილიონზე მეტი მოვითვალეთ მარტო პირად კადრების გადაღებაზე, რაც ჰქონდათ დახარჯული მათ. ჩვენ ფულს ბიზნესიდან წართმეულ ფულს და ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს აი ამაში ხარჯავდნენ. ისინი მართავდნენ ქვეყანას, როცა სოდი, კუდი და როგორ ექცეოდნენ თელი პოლიცია იყო, იარაღი ხალხის დათგუნვის. არაფერი აღარ აქვს. დღეს გაკოტრებულები არიან აბსოლუტურად, არანაირი ხალხდაჭერა არ აქვს უცხოეთიდანაც. ზარბაზანი არ აქვს და რიყის ქვას გაისვრი, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებ. ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ თვითონვე, ძალიან მძიმე შედეგს მიიღებენ. თუ კი მართლა რომელიმე ბრიყვი ან საერთოდ ეს ბრიყვული ჯგუფი გაბედავს რომ რამე გამოწვევა დაიწყონ, რამე პროვოკაცია. თვითონვე მიიღებენ ძალიან მძიმე შედეგს. ხო ხედავენ რომ არ გამოდის და მაინც აქ აბა რა ქნან? აბა საწავიდეს ის კაცი, უკრაინელი კაცი საწავიდეს, აბა წასასვლელი არ აქვს არსად. იმ უკრაინელიდანაც მე როგორც ვიცი თხოვენ უკვე რომ არჩევნები დამთავრდება და იქიდანაც თხოვენ რომ უნდა წავიდეს. ბობოქრობდა ეს აღზევებული ძალა და ყველაფერს დამტრევა და დანგრევა უნდოდა და ჩამოვიყვანეთ არჩევნებამდე ისე რომ არაფერი არ დავამტრევინეთ. არაფერი არ გავატეხინეთ. საჩუქარი იქნება ის რასაც ელოდნენ 2012 წელს მიიღებენ აი ახლა. აი რასაც ელოდნენ დაბალანსებულს რომ ნაცებს ექნება თავისი ადგილი რომ ისინი ვეღარ იბლატაებენ ესე ვთქვა 5 10 თუ 15 მაქსიმუმ დეპუტატი დაждდება პარლამენტში იქნებიან უკაცრავად სუსიკები ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის კლების ფონზე ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს რომ თავისუფალ დემოკრატებს შანსი გაუჩნდათ ქართული ოცნების შემდეგ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავონ. კითხვაზე რომ ეს ტენდენცია არც ერთ კვლევაში არ იკვეთება, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს რომ საველე სამუშაოებს კომპანიები ბევრად ადრე ატარებენ და ბოლო 2 კვირის მოვლენები ვერც ერთ გამოკითხვაში ვერ მოხვდებოდა. ყოფილი პრემიერის პროგნოზით პარლამენტში 5-6 პარტია იქნება წარმოდგენილი.
რესურსი ყველა მხრივ ამოეწურათ. მაგრამ ყველა საშუალო რაოდენობა მათი არის 10 დეპუტატი პარტიული სიიდან მაჟორიტარს ვერსად ვერ მოიგებს ნაციონალური მოძრაობა გასაგებია და ძალიან მარტივია მათ რიცხვი ვერ ზუგდიდში ვერ მოიგებს ის ხალბატონი და ბოლო ორ კვირას თუ ვიანგარიშებთ აი ბოლო ორი კვირის რაც მოხდა გარდაქმნები და პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის აგონიაში ყოფმა ნაციონალური მოძრაობამ ძალიან გამოაშკარავა საკუთარი სახე და ძალიან კარგად აჩვენა ჩემი აზრით გაჩნდა შანსი იმისა რომ თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ მეორე ადგილს პარპარე ერთი უკრაინელი და ერთი აგერ ქართველი ხავს ნათელაშვილი ხავს შეძლობაში ხავს შეძლობაში და დავასახელოთ გვარი ვინც გვაქვს ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი და ამას მისივე თანაგუნდელები კარგად აჩვენებენ ნუ არ არის ტიპიური ყვარყვარი აბას ვარ აგინდა რო უწოდო ეს მათგან შეძენილია და შეიძინეს იმიტომ რომ დაჭერის ნაცვლად 3 დღე სარდაფში რო იმალებოდა როცა ფული აიღო ჯაშუშიდან ვერაბიშვილს საჯაროდ სარდაფში იმალებოდა მე ნაცვლად იმისა რომ გაეშვათ ეს სიღეში დაესაჯათ საკუთარ სამსახურში ჩაიყენეთ აი ეს ყვარყვარი რომ პოლიტიკაში მოხდეს ოთაშორის და მან გადალახოს ბარიერი ეს იქნება შავი ლაქა სწორედ აი ჩვენი მიღწევების აი კვეთ შავ ლაქად დარჩება ბევრს ხელეკავება დღეს და ხელეწიფება რომ მოსვლა ხელისუფლებაში უნდა ისევ რომ ეს გახდეს შემოსავლის ძირითადი წყარო და თქვენ იცით როგორი კორუფცია იყო საქართველოში როგორ ყვაოდა და იური გამდიდრების და ყველაზე დიდი ბიზნესი პოლიტიკა ითვლება რომ იცოდეთ და ძალიან ბევრი პარტია ამას ფიქრობდა და დღესაც შეიძლება ბევრი ფიქრობს მაგრამ ამ 4 წელიწადმა აჩვენა ძალიან კარგად რომ ისე აღარ გამოვა რაც იყო დღევანდელ გადაცემაში ქართული ოცნების შანსთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის პროგნოზი მოვისმინეთ. ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურების ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქნება მეორე ტურები და ამას განსაზღვრავს ორი ფაქტორი: ადგილებზე მაჟორიტარების დიდი რაოდენობა და 50%-მდე აწეული ბარიერი. მეორე ტური ივანიშვილის თქმით, დემოკრატიის მაჩვენებელია. საზოგადოება მოქალაქის დამფუძნებელი ამბობს, რომ უკვე საბოლოოდ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორ კანდიდატს შორის უპირატესობა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატს ექნება. პარტიული სიასადაცაა როგორც თქვენ იცით მე ვფიქრობ 48-დან 54%-მდე დიაპაზონში ქართული ოცნება მიიღებს ესე მაჟორიტარულ არჩევნებში მინიმუმ 60 მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს ქართულმა ოცნებამ. ახლა ვიღაცები ახერხებენ თქვა კრიტიკულ გამონათქვამებს რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ და მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ. პარტია არის აბსოლუტურად დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ყველაზე ახლოში მყოფ თქვა მიმდევარს ორნახევარჯერ და სამჯერ უსრებს, სასაც ამბობენ რომ მეორე ტურები თითქოს ტრაგედიაა და ამ დროს უამრავი მეორე ტური იქნება და როგორც იქნა თქვა რომ თუნდაც მეორე ტურები იქნება, სულ ამბობდნენ რომ მეორე ტური იქნება ბევრი და იქნება იმ მიზეზით რომ უპრეცედენტო რაოდენობა ღებულობს მაჟორიტარების თუ დააკვირდებით მონაწილეობას არჩევნებში. 8 პიროვნება ღებულობს კანდიდატი ღებულობს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად გასაგებია რომ ისინი იმ რეგიონიდან არიან, იმ ოლქიდან არიან, იქ ხალხი იცნობს და ხმები გადანაწილდება და რთული იქნება რომ პირველ ტურშივე 50% მოაგროვა და ბარიერი კიდევ აწია ქართულმა ოცნებამ 30-ის ნაცვლად. რომ ძველი ბარიერი დაგვეტოვებია პირველ ტურშივე გაირკვეოდა რა თქმა უნდა გასარკვევი. ამას აქვს თავის ხიბლი, რომ ჩვენ გვაქვს ცოტა გამოცდილება არჩევნების და კარგია კიდევ დამატებით გამოცდილებას მივიღებთ და უფრო მკვეთრად დაფიქსირდება მოსახლეობის პოზიციაც. არც არავისზე თვალს არ დავხუჭავდა, არც არავის არ ვაპატიე, ეს კარგად იციან ჩემმა გუნდის წევრებმა, ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის წამყვანის კითხვას, იქნება თუ არა ის კრიტიკული ქართული ოცნების მიმართ. კოალიციის დამფუძნებელი ამბობს, რომ მის მიერ დამკვიდრებული სტანდარტების დარღვევას არავის აპატიებს, უნდა ემსახურონ ხალხს და არა იმსახურონ და თუ უფრო პროგრესული ძალა გამოჩნდება, მისკენ გადავიხრები. ასეთია ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასება. ქართულ ოცნების დამხმარედ არ ვითვლები. მე 10 ქართული ჩემთავს მე ვარ ქვეყნისთვის ზრუნავ. ქართულ ოცნებას ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი ვიქნები მე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვარწმუნებ საზოგადოებას. ამისი მაგალითი მახსოვს, მიშაც მადლობებს მიხდი და რომ ვაკეთებდი ამდენს და ვეუბნებოდი მე ამას შენ არ გიკეთებ თქო. მე ქვეყანას ვეხმარები მეთქი ამით და სანამ შენ პოზიტიურში ხარ ჩემ ქვეყანასთან, მე მხარს ყოველთვის შეგიდგავ, მაგრამ საკმარისი იქნება რომ შენ ცუდი მიმართულებით წაიყვანო ჩემი ქვეყანა, პირველი მე დაგიდგები წინ თქო. საუბედუროთ აგიხდეს ყველაფერი კარგივე შეითქვამნა საუბედროთ ეს სუდიც ახდა და მართლაც მომიწია წინ დახვედრა მაგისტვის წინ დახვედრა ღმერთმა უღა დააჭიროს ქართულ ოცნებას და რა თქმა უნდა მე არ ვეხმარები კვირიკაშვილს მე არ ვეხმარები ქართულ ოცნებას 4 წლის განმავლობაში გამოიბრძვიდა და აჩვენა რომ ხალხი სამსახურში არიან და ამას ვეაპირებენ მომავალი 4 წლის განმავლობაში რომ ემსახურონ საკუთარ ხალხს თუ ეს ხელწერას შეიცვლის ან და ხელწერას არ შეიცვლის ქართულ ოცნება მაგრამ უფრო პროგრესული ძალა გამოჩნდება უფრო კარგი იდეები ექნება, რა თქმა უნდა მე იქით გადავიხრები და მას დაუჯერ მხარს.
შემაჯამებელი გადაცემა შეხვედრები რეგიონულ მედიასთან ეთერში ბაზალეთიდან გავიდა. საარჩევნო პროექტი დღეს დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს ერთი თვის განმავლობაში 10 სხვადასხვა რეგიონიდან პასუხობდა. პროექტში მონაწილეობა 100-ზე მეტმა რეგიონულმა ჟურნალისტმა მიიღო. მადლობა, მანა ბროლაძე საუბრობდა და გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური სპექტრისგან შეფასებები უკვე მოჰყვა, როგორც შეხვდა ირაკლი ალასანია განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა არჩევნებში მათ მეორე ადგილიც კი დაიკავონ და როგორ გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში ყოფილი პრემიერის განცხადებებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებების ადრესატების პოზიციებს ლიკა ლელიშვილი გაგაცნობთ. ლიკა, მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ გაჩნდა შანსი თავისუფალ დემოკრატები არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, პარტიის ლიდერი დადებითად აფასებს. ალასანია ამბობს, რომ ის ხედავს, როგორ იზრდება თავისუფალი დემოკრატების რეიტინგი ყოველდღიურად. მისგან განსხვავებით ნაციონალურ მოძრაობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ტრადიციულად უარყოფითად აფასებენ. ქართულ ოცნებაში კი კომენტარები კარგ წინასაარჩევნო გარემოზე გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილის შეფასებას კარგ საარჩევნო გარემოზე ეთანხმებიან. საზოგადოება მოქალაქის დამფუძნებლის კიდევ ერთი ადრესატი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო. გადაცემის მსვლელობისას ბიძინა ივანიშვილმა პირველ ლეიბორის წარსული გაუხსენა და შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერებს მიმართა მისი მოღვაწეობის ისტორიას გადახედონ. ნათელაშვილმა ივანიშვილის საპასუხოდ კომენტარი არ გააკეთა. სულ უფრო მეტი მოქალაქე მართლაც ხედავს თავისუფალ დემოკრატებში ალტერნატიულ ძალას, დამოუკიდებელ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა. ძალიან კარგია, რომ პოლიტიკური ლიდერებიც თვალს უსწორებენ ამ რეალობას. ხან ლაპარაკობს, რომ 30%-ს აიღებს ნაციონალურ მოძრაობა და ეხლა ამბობს, რომ 10 კაცსაც ვერ გავიყვანთ. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის ძალიან მარტივი. ჩვენ ვაპირებთ, რომ შვიდად, წყნარად, მშვიდობიანად, კანონიერი გზით გავიმარჯვოთ ბუნებრივი არჩევნებში. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე ზრუნვით ამბობს ყველაფერს და აკეთებს უამრავ საქმეს. ნებისმიერი ადამიანი, რაც არ უნდა თავგადადებული მხარდაჭერი იყოს ნაციონალური მოძრაობის, 10 ჯერ დაფიქრდება იმის წინარე თუ რა მოელის ქვეყანას, რა მოელის მისშვილებს, რა მოელის თაობას, თუ კი ავყვებით ამ ავანტიურას, რასაც ნაციონალური მოძრაობა კარნახობს. ბიძინა ივანიშვილმა განცხადებები GDS-ის გადაცემა შეხვედრები რეგიონულ მედიასთან გააკეთა, რომელიც დღეს დასრულდა. მადლობა, ლიკა ლელიშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში და დღეს კიდევ ერთი თემა. ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში სოფელ დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირების და თვითმხილველების დაკითხვა დასრულებულია. ქართული ოცნების 19 წლის აქტივისტი ლიკა დემეტრაძე კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, თუმცა დაზარალებული დაკითხვაზე იმყოფებოდა და ცემაში მონაწილე ორივე პირი კახაბერ ქირია და პაპუნა კუკავა ამოიცნო. პარალელურად ნაციონალური მოძრაობის სამეგრელო შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ადეკვატური პასუხი მიიღო. რასყობიან თვითმხილველები და როგორია პოლიტიკოსებისა და მესამე სექტორის შეფასება. ნიკა მუგბანიანი კი ამბობთ. ავდა სარვართუზე სავარაუდოდ ამოიცნო. ნაცემი ლიკა დემეტრაძის დედა მაკაკო დუა აცხადებს, რომ დაზარალებული დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და მის ცემაში ბრალდებული ორივე პირი ამოიცნო. თავად ლიკა დემეტრაძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და ჯანმრთელობის გაუარესების გამო კომენტარს ვერ აკეთებს. გამოძიება არ დასრულებულა და ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბავშვის ჯანმრთელობა დილით უკეთესი იყო, ეხლა ცოტა შეუძლოდარი. ველოდები მოვლენებს. ქვები ჩარტყმა იყო, ურტყავდნენ ეს მიწაზე ახოხიალებდნენ ბავშვებს. ზუგდიდში სოფელ დიდინეთში მომხდარ ინციდენტს ქართული ოცნების წევრი იხსენებს. მარიამ კოდუა ამბობს, რომ 1 ოქტომბერს ქართული ოცნების საარჩევნო ფლაიერებს არიგებდნენ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შელაპარაკების შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. განსაკუთრებით ქართული ოცნების 19 წლის აქტივისტი ლიკა დემეტრაძე დაშავდა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთს კი არა, ყველას გაუსწორდნენ თავისთავად, მაგრამ ერთ-ერთს განსაკუთრებით აღნიშნა, იმიტომ რომ იყო მანდილოსანი და კაცები დაახლოებით 50-60 წლის კაცები ურტყავდნენ გამეტებით, არ აინტერესებდათ ქალს ურტყავდნენ, ბავშვს ურტყავდნენ, ვის ურტყავდნენ, ის ანუ ახოხიალეს მიწაზე და რამდენიმე წუთის მერე იმ გოგონას გული წავიდა და დღესაც საავადმყოფოში წევს. ინციდენტში ბრალდებული ნაციონალური მოძრაობის წევრები კახაბერ ქირია და პაპუნა კუკავა ინციდენტში მონაწილეობას არ ადასტურებენ და მომხდარში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებენ. ინციდენტის დროს მე იქ არ ვემყოფებოდი, როცა მე მოვედი ინციდენტი ამოწურული იყო, დანარჩენი ყველა კითხვაზე გავეცი გამოძიებას
პასუხი როგორც იყო და ყველაფერი გაირკვევა. მარტო ვიყავი ამ დროს ჩემი ნათესავი მოდიოდა მანქანით, რომელმაც გააჩერა და ისიც ჩაერთო ჭხუბში ვიყავით. ორი იყვნენ 1:30 მაინც. ანუ თქვენ ამბობთ რომ აგრესია მათგან წამოვიდა. კი ბატონო. ნაციონალური მოძრაობის სამეგრელო შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ გუნავაკი აცხადებს, რომ პროვოკაცია ქართული ოსნების აქტივისტებმა მოაწყვეს და შესაბამისად მართველი პარტიის აქტივისტებმა ადეკვატური პასუხი მიიღეს. ავტომატური სიტყვებით მიმართეს ბაბუნა გუგავას, ბუნებრივია ადეკვატური პასუხიც მიიღეს, მე სამეზობლო გადმოვიდა და ამ დროს მოხდა შეხლა შემოხლა. სოფელ დიდინეთში მომხდარ ინციდენტს გმობს მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები თენგიზ გუნავას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. გუნავას განცხადება, რომელიც ერთის მხრივ თქვა, რომ გმობს ამ ძალადობას, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე განაცხადა, რომ ადეკვატური პასუხი მიიღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ეს რა თქმა უნდა არის წახალისება ძალადობის. ცუდია, როდესაც პოლიტიკოსებს უჭირთ, რომ ადეკვატური შეფასება მისცენ ძალადობის ფაქტებს და მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ამაზე ამაღლა საუბარი, როდესაც თვითონ არიან ხოლმე დაზარალებულები, ძალადობას და კანონდარღვევას არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური კონტექსტი. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 ცემის მუხლით მიმდინარეობს. ფოტორეპორტიორების საქმეს უახლოეს ხანში შესაძლოა გრიფი მოიხსნას. ამასთან დაკავშირებით ფოტორეპორტიორები პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც პროკურორებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც საქმის ძიება შესაძლოა უახლოეს პერიოდში დასრულდეს. რატომ არის მნიშვნელოვანი 2011 წელს ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორებისთვის საქმეზე გრიფით საიდუმლო სტატუსის მოხსნა და რომელ ფოტომასალას უკავშირებენ ისინი მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანებას, რასაც მათი დაკავება მოხდა. ფოტორეპორტიორების საქმე ნახეთ გიორგი კოპერიძის რეპორტაჟში. ფოტორეპორტიორების საქმის ძიება დასკვნით ეტაპზე გადადის და შესაძლოა საქმეს გრიფით საიდუმლო სტატუსი მოეხსნას. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაიბარა და მათი საქმის შესახებ თითქმის 5 საათის განმავლობაში შეკითხვებს უსვამდა. ხელახალი გამოძიების პირობებში ფოტორეპორტიორები დაზარალებულად ცნეს. მუკლეს ვადებში შეგვიდნენ, რომ დასრულდება ამ საქმის გამოძიება და შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ჩვენ ყველა გავიგებთ თუ რა მოხდა. გრიფის მოხსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საზოგადოებამ გაიგოს რაც ხდებოდა, რა წერია იმ საქმეში, შეკერილ საქმეში ჩვენც უნდა ვიცოდეთ. მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტორეპორტიორის გარდა საქმეზე გრიფით საიდუმლო სტატუსის მოხსნას კიდევ 3 ფოტორეპორტიორი ითხოვდა. გრიფის მოხსნის შემდეგ ისინი შეძლებენ საქმის გაცნობას და იმის გარკვევას, რის გამოც 5 წლის წინ ჯაშუშობის მუხლით ბრალი წაუყენეს. ბრალი წაუადგინეს, მე ვფიქრობ დღემდე რომ 26 მაისის გამო იმ რეპორტაჟის გამო რაც ჩვენ გავაკეთეთ ფოტორეპორტიორებმა, რომელიც გავაშუქეთ საერთაშორისო მედიაში და მე მგონი ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაგის გამო დავესაჯეთ ჩვენ. 26 მაისის აქციის დაშლის ფოტოები, რასაც ფოტორეპორტიორები მათ დაკავებას უკავშირებენ, მაშინ არაერთი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფოტორეპორტიორები ამბობენ, რომ ჯაშუშობაზე საქმის შეკერება სწორედ მათ მიერ გადაღებული მასალის გავრცელების შემდეგ დაიწყო. შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტო გადაღება და შემდეგ მათი ქურციკიძესთვის მიწოდება, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდა. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით თავდაპირველად 5 ფოტორეპორტიორი დააკავეს. ერთი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, 4 კი გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. მათ დაკავებას მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოყვა. რამდენიმე კვირაში ფოტორეპორტიორები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი ამჯერად ინტერნეტში გავრცელებული მასალის მონაწილე და შემქმნელი ერთი ადამიანია. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, სწორედ მან ჩაიწერა მისი და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის პირადი საუბარი. აუდიო ჩანაწერის მიხედვით მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოსა და ნინო გვენეტაძის შესახებ ესაუბრება. საუბარი ეხებოდა ახვლედიანის ფინანსურ მდგომარეობასაც. რა მიზნით იწერდა ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარს და რატომ თხოვს ახვლედიანი გვარამიას ბოდიშის მოხდას. მარიამ სეთურიძე და გიორგი კიკვაძე კი ამბობთ.
ბოდიში მაინც უნდა მოიხადა ჩემთვის რომ მას მსგავსი ჩანაწერი გააკეთა. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე რუსთავიორის გენერალური დირექტორისაგან ბოდიშის მოხდას ელოდა. თუმცა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე ბოდიშის ნაცვლად საჯაროდ განაცხადა, რომ ჩანაწერი თავად გააკეთა. ერთადერთი რაც მისთვის გაურკვეველია, როგორ მოხდა ის სოციალურ ქსელში. გვარამიას თქმით, შეხვედრა, სადაც რუსთავიორის დირექტორმა და ახვლედიანმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, თავად საქალაქო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარის ინიციატივით შედგა. დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც პიკი იყო ჩვენი საქმის და კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, სადაც იხილებოდა ჩვენი საქმე. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რა თქმა უნდა შეხვედრა ღირდა და მივიღეთ რჩევათ, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რომ ამ პროვოკაციას არ ქონოდა ადგილი შემდგომში. უკვე აწერია 500-600 საქმე თვითონმოწამე. აი ნუ არ ვიცი, კატასტროფა 1000-ია ყოველთვის. და ისინი შეეკვლენ გვენეტაძეს თუ რა თქმა უნდა. არა, გვენეტაძეს არა, გვენეტაძე ყველაზე ესეთი სავარჯიშო ბალიშივიტაა. თავად მამუკა ახვლედიანი ვერც ამ საუბარს და ვერც იმ ადგილს იხსენებს, სადაც შეხვედრა შედგა. თუმცა საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ზუსტად ახსოვს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი თავად არ ყოფილა. მე ნამდვილად არავითარი კონკრეტული საკითხი არ ყოფილა ჩვენ შორის სასაუბრო და შესაბამისად მოთხოვნა შეხვედრის ჩემ მხრიდან უბრალოდ ვერ მოხდებოდა. აი ისე ვარ, იმიტომ რომ აი მართლა აღარ მინდა უკვე, საერთოდ აი მართლა რამე რომ მქონდეს გადალეკოსეონებოდი რაღაცა გამაგეთებია, რაღაცა გავაკეთო, რომ თავს უშველო, რომ იმის იმედი მაინც ხონდეს, რომ წავალ, კიდე რომ რაღაც ოჯახი მშიერი არის. რა უნდა რაღაც მაგის იმედს. არა არ გვარამია ამტკიცებს, რომ YouTube-ზე გავრცელებული ჩანაწერი ასე არ სრულდება. მის თქმით, საუბრის შემდეგ ნაწილში ყველაფერი კონკრეტდება და მხარეები ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს ეხებიან. რუსთავიორის გენერალურმა დირექტორმა ისიც განაცხადა, რომ მაუწყებელი მზად იყო საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ მამუკა ახვლედიანისათვის ფინანსური გარანტიები მიეცა. ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. ნამდვილად ვერ ვიხსენებ, რაზე იყო საუბარი, თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ შესაძლებელია ის ელოდა, რომ რაიმე საუბარი იქნებოდა ალბათ და ან რაღაც კონკრეტიკას ვიტყოდი და ამის შემდგომ რაიმეს მეტყოდა. მე ნამდვილად ვერ ვიხსენებ ისეთ ტექსტს, რომ აი იცით რა, ან მე მაქვს რაღაცა სათქმელი, ან ვიღაცას რაღაც გარანტიები ჭირდება. მზად ვიყავით იმ ვითარებაში მით უმეტეს, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, ფინანსური და პირადი უსაფრთხოების გარანტიები მიგვეცა არა მხოლოდ მისთვის. ბევრი ადამიანი იყო ესეთი, რომელმაც ესეთ ტიპის გარანტიები მიიღო, მათ შორის ისინი, ვინც ის ინფორმაციები გაამჟღავნა რუსთავიორში, რომელიც თქვენ მოსმენილი გაქვთ მთელი ამ წლების განმავლობაში. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე ფინანსური და პირადი უსაფრთხოების გარანტიების გაცემა კომერციული ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან, მაშინ როდესაც საქალაქო სასამართლოში რუსთავიორის პროცესი მიმდინარეობდა, კანონდარღვევად არ მიაჩნიათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. გვარამია მედიის წარმომადგენელია და შესაბამისად მისი მხრიდან ამ ტიპის ჩანაწერის გაკეთება ნაკლებად არის შეუსაბამო საქართველოს კანონმდებლობასთან. რაც შეეხება თვითონ მოსამართლის მოქმედებებს, აქ ვხედავ გარკვეულ პრობლემას, როდესაც მოსამართლე გადის კომუნიკაციაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახმაურებული და სენსიტიური სასამართლო დავის მხარესთან. მანანა კობახიძე იყო ერთ-ერთი, რომელმაც ივარაუდა, რომ ჩანაწერის გავრცელებით დაინტერესებული თავად ამ საუბრის მონაწილე იყო. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩანაწერებს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილ პროკურორს ანგარიშს აბარებს. ნაციონალურ მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ ჩანაწერების გავრცელება პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესს წარმოადგენდა. დიდი ხანია ვიცით, რომ ივანიშვილის პერსონალური და მისი რეჟიმის მთავარი ჭყალებში გასართობი არის ესეთი სიბინძურით და ჩანაწერებით თამაში. ეს ყველაფერი დამთავრდება რამოდენიმე დღეში მშვიდობიანი არჩევნების გზით და ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვათ ესეთ მანკიერ პრაქტიკას. ძალიან სამარცხვინოა, ბუნებრივია, როცა რაღაც ანგარიშებს აბარებს მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე, ყოფილ პროკურორს და რაღაც დახმარებასაც თხოვს. ნამდვილად რაღაცა ესეთი უხერხული მოსასმენია, თუმცა რაც შეეხება გავრცელებას, მე მგონია, რომ ეს ჩანაწერი სწორედ იმად გაავრცელეს, ვისაც ყველაზე მეტად აწყობს ხელისუფლების დისკრედიტაცია. ნუ ამაზე ძენია ახლა როგორი გონორით ესაუბრა, მე ხოლმე ამაზე გავაკეთებ აქცენტს. ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ გვარამია, ტელევიზიის დირექტორი, ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს, როგორი საუბრება. და იმის შემდგომ მათი დამოკიდებულება სასამართლოსმენზე და მისი განცხადებები ახლა ყველაფერი ფარსია, ნუ მამუკა ახვლედიანი, ნიკა გვარამია. ამ სათაურით აუდიო ჩანაწერი YouTube-ზე Creative Georgia News-ის სახელით დაიდო. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ.
განათლების სამინისტროს პროექტი. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა 150 მიმართულებით, რა სპეციალობებს მოიცავს, რომელ პროფესიებზეა გათვლილი და სად საქმდებიან კურსდამთავრებულები. პროექტის დეტალები მაკალაშხიას რეპორტაჟში.